ისეთი ხალხის ფული გვაქვს გადამალული, რომლებსაც დამიჯერეს შენზე გაცილებით მეტად ადარდებს საკუთარი ფულის უსაფრთხოება და ანონიმურობა, ვიდრე შენ ან ამ შენს და მაინც ვის რას მალავენ ესეც. რა ვიცი, კორუფცია, ქრთამი, ან უბრალოდ უგზო-უკვლოდ დიდრები არიან და საკუთარ ქვეყანაში არიდებენ თავს გადასახადების გადახდას. და თუ მდიდარი ვარ, რატომ დავარიდო თავი გადასახადებს? რა ვიცი, კიდია სხვისი პენსია გზების დაგება ან უფასო ჯანდაცვა. მთავარია შენ იყო კარგად და შენი ქვეყანა წყალსაც წაუღია. და რამდენად ლეგალურია ეს? იცით რა, ოფშორში ფულის შენახვა ავტომატურად დანაშაულს არ ნიშნავს, თუმცა ის ქმნის იდეალურ პირობებს, რომ დაფარო საკუთარი ვინაობა, ასევე ფულის წარმოშობა, მოკლედ დიდრებისთვის საკმაოდ ბევრი ბონუსია. ჩვენ ორივემ კარგად ვიცით შებებერო ვითომ ბანკირო, რომ პატიოსანი ხალხი ოფშორებში ფულს არ ინახავს, მაგრამ კარგი, დავიცვათ ეს ჩვენი ფიქტური პოლიტკორექტულობა. ეგმეც ძალიან კარგად ვიცი, შე ჯიბე გახვრეტილო, ნახევრად მილენიალო, ამიტომ დასვი კითხვა თუ რამე გაინტერესებს. ან წაიღე შენი გოჭი ყულაბა და მომწყდი თავიდან. მაგალითად, რა ბონუსებია? მაგალითად, ყველაზე ნაკლებად არალეგალურია, როდესაც საერთაშორისო კორპორაციები, რა ვიცი, Apple, Google ან Amazon-ი საკუთარ მოგებას გადაიტანენ ოფშორ იურისდიქციაში, რომ ნაკლები გადასახადი გადაიხადონ. არ ვიცი ამას რა დავარქვა, მაგრამ ზოგი ოფშორში ფულს იმიტომ ინახავს, რომ განქორწინების შემთხვევაში ყოფილ პარტნიორს არ გაუყოს. და ყველაზე მეტად არალეგალური რა არის? გადასახადებისგან თავის არიდება კორუფცია, ქრთამი, ქონების გადამალვა, როდესაც ლონდონში 50 მილიონიან შენობას ფლობ, მაგრამ დოკუმენტებში შენი სახელი არსად არ ფიგურირებს და მისი მფლობელი კომპანია მოჩვენება. კომპანია მოჩვენება? ხო, ანუ კომპანია, რომელიც თან არსებობს, თან არა. ანუ წარმოიდგინე, ქმნი კომპანიას ბარბადოსში, რომელსაც არ ყავს თანამშრომლები, არაფერს საქმეს არ აკეთებს და არაფერს არ აწარმოებს, მისი მიზანი უბრალოდ შენი ფულის შენახვა. და კიდევ სად არის ესეთი საგადასახადო სამოთხეები? ყველაზე ცნობილი ოფშორებია პანამა, ბაჰამის კუნძულები, კაიმანის და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, ბელიზი, ბარბადოსი, ასევე მარშალის კუნძულები და კიდევ არის რამდენიმე სხვა ოფშორის. დაახლოებით 10 ტრილიონი დოლარი ინახება ოფშორებში, რაც ევროკავშირის ეკონომიკის თითქმის ნახევარია. და რატომ მაინც და მაინც ეს ქვეყნები რა არის ამაში განსაკუთრებული? ის რომ ძალიან დაბალი გადასახადებია და არავინ კითხავს, საიდან მოიტანე შენი მილიონები, ხშირად მილიარდებიც კი, სულ რომ პაბლო ესკობარი იყო. ძალიან კარგი.